და მოდი ჯერ მოვისმენთ მაშინ სიმღერა და შემდეგ წარვადგენ. მე ვისაუბროთ ჯობია ნამდვილად. შეგიძლია კოტე უკვე წარადგინოთ ჩვენი გადაცემის. ხო 16 აპრილიდან 21 მაისამდე თბილისის აკადემიური ხელოვნებისა და კლასიკური მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს აღდგომიდან ამაღლებამდე უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში ქართულ სფეროს სოფლიოში ცნობილ ქართველ და უცხოელ მუსიკოს შემსრულებელთან შეხვედრა და დღეს ჩვენი სტუმრები არიან სწორედ რა თქმა უნდა ამ თემის ირგვლივ ფესტივალის ორგანიზატორი ირინა სახამბერიძე, ფესტივალის ორგანიზატორი მანანა ხვედელიძე, ფესტივალის PR ხელმძღვანელი თათია პაჭკორი და დავით ცუღლიაშვილი ანსამბლის წევრებთან ერთად, რომელიც მოვისმენთ. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა უნდა უთხრეთ და მოვისმენთ გადაცემის ბოლოს. მადლობა მობრძანებისთვის და დავიწყოთ უშუალოდ ფესტივალის რით იქნება წელს გამორჩეული. საიუბილეო თარიღი გაგხოთ წელს. დიახ, მართლაც საიუბილეო თარიღი გახლავთ. ჩვენ თვითონაც არ ვიჯერე, უკვე 10 წელი გავიდა. და მთელი ამ წლების მანძილზე მთავარი აქცენტები, რომელიც თავის დროზე უწმინდეს ჩვენთან შეხვედრის დროს თქვა, მე მგონი შეძლებს და გვარად ვასრულებთ. ის რომ ახალგაზრდებას უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ეზიაროს აკადემიურ ხელოვნებას, ეს ერთი. ის რომ ახალგაზრდები უნდა წარმოვაჩინოთ, ისინი ჩვენი მომავალია, ეს მეორე. და გარდა ამისა, ყველაზე მთავარი აქცენტი ის, რომ უცხოეთში მოღვაწე ჩვენი ქართველი მუსიკოს შემსრულებლები და არა მარტო მათი შემოქმედება წარმოვაჩინოთ აქ საქართველოს და არ მოვწყვიტოთ სამშობლოს. ასე რომ ეს სამი თემა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ფესტივალისათვის და აი ამ 10 წლის მანძილზე ჩვენ ვცდილობთ რომ ეს მთავარი აქცენტები დავსვათ ფესტივალში. ის რომ უკვე ამხელა ისტორია აქვს ფესტივალს საყურადღებო და მნიშვნელოვანია ხო ხშირ შემთხვევაში არის რაღაც წამოწყება მაგრამ გადაივლის თქვათ დროსთან ერთად ამ შემთხვევაში ეს ფესტივალი პირიქით წლიდან წლამდე უფრო საინტერესო ხდება ყოველ წელს რაღაც განსაკუთრებული შეხვედრა არის თქვათ მუსიკოსების და მსმენელების როგორ ფიქრობთ რა გახდა ამის მიზეზი რომ აი ესე უწყვეტად მიდის და თან მუდმივად ესეთი სასურველი და საინტერესოა ყველასთვის ნუ ძირითადად ალბათ ის არის აქ მომუშავე ადამიანები რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ის რომ ფესტივალი ყოველთვის ინარჩუნებს მაღალ პროფესიულ სტანდარტს განსაზღვრავს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ალექსანდრე კორსტანტია მე მინდა აღვნიშნო რომ როდესაც ფესტივალი დაფუძნდა როტაციის პრინციპით იყო დაუშვათ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი მაგრამ მე უკვე ბოლო 5 წელია ბატონი ალექსანდრე კორსტანტია ხელმძღვანელობს ფესტივალს ბატონი ლაშაჟვანია არის ფონდის გენერალური მენეჯერი და ქალბატონი მანანა დავითაშვილი და აი ამ ტანდემმა, აი ამ ადამიანების გაერთიანებულმა ძალისხმევამ და იმ ვარსკვლავებმა, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში და აი ამ შემოქმედებითმა ცხოვრებამ, ასე ვთქვათ და
ბატონი ძირითადად შემოქმედებითად ბატონი ალექსანდრე აკეთებს აი ამ საკონცერტო პროგრამას და ალბათ მისი კომპეტენცია და მისი სახელი ყველაფერს ნიშნავს. გარდა ამისა მე მინდა ვთქვა აი ეს მხარდამჭერები, ვიცი ეს რეგულაციები და არავის მადლობას არ გადავუხდი. ძალიან ცუდია, მაგრამ ასეა. უბრალოდ არსებობენ საქართველოში ბიზნეს ჯგუფები, რომლებიც დებენ ფულს აკადემიური ხელოვნების განვითარებაში, სულიერების ამაღლებაში და ისინი მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ბიზნეს უკუგებას. აი რაც უფრო მეტი ასეთი ადამიანი იქნება და რაც უფრო მეტი აი იერარქიული კიბის სათავეში ბიზნესრებში მეტი ასეთი ადამიანი იქნება, მით უფრო მეტად მაღალ სტანდარტს აჩვენებს ნებისმიერი აი ესეთი ფესტივალი და რა ვქნა, დიდი მადლობა მათ ამისთვის. მადლობა ნამდვილად იმსახურებენ ამას გეტყვი. მაინც ფესტივალის წარმატება ძირითადად მე მგონია და განპირობებულია იმით, რომ უწმინდესი და უნეტარესის კურთხევით არის ეს ფესტივალი, მისი დიდი სურვილით და თანადგომით. ეს არის თავარი მე მგონი. და 10 წლის განმავლობაში თქვენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონების გარშემო სულ აწყობთ მუსიკალურ დღესასწაულებს და საინტერესოა წელსაც ალბათ იგეგმება და რომელ რეგიონებს მოიცავს ეს? ხო, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირად მარტო დედაქალაქზე ვართ ხოლმე ორიენტირებული. საინტერესოა, საერთოდ როგორ ხდებიან რეგიონებში ეს ასეთ ფესტივალი? იცით რა არის? ესეც თავიდან ეს ხარ შორის ეს ჩადებული ყო ფესტივალში და თვითონ უწმინდესმა ამას ძალიან ხაზი გაუშვა და კარგად შეაფასა ეს. რომ თბილისი ახლა ასე თუ ისე განებივრებულია და რეგიონებისში გასვლა ეს იყო ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი ასპექტი ამ ფესტივალის. და პირველივე გასვლება ჩვენ გვაჩვენა, რომ ხალხი იყო აღფრთოვანებული და მართლა ეს სიხარულით ელოდებოდნენ და გვეხვეწებოდნენ. აი შემდეგ წელსაც ჩვენ კი ვცდილობთ, რომ ყოველ წელს სხვადასხვა რაიონში ჩავიდეთ ან ქალაქში, იმიტომ რომ ახლა არ ხდება ვთქვათ ყოველ წელს რომ ყველა რეგიონში. არა, ნუ გვაქვს ერთი 3-4 გასვლა და ეს მოიცავს თითქმის მთელ საქართველოს. ახლა უკვე 10 წლის განმავლობაში 18 ქალაქში მაინც ვიყავით და შემდეგ ფესტივალი ტრადიციულად ესე დაფუძნდა, რომ ამაღლების დღესასწაულზე ბათუმში მთავრდება. ვამთავრებთ და ეს უკვე იქ ესეც ტრადიცია. ქალბატონმა მანანამ ფესტივალის რუკაც კი შეადგინა, რომ აი სად ვიყავით, 18 რეგიონში ვიყავით უკვე და წელს მივდივართ ბაღდადში, ჩოხატაურში, ხარაგაულში და როგორც ქალბატონმა სადაც არ ყოფილ, სადაც არ ყოფილვართ, ხო, ესეთი. ჯერ კიდევ დაგვრჩა ეს რეგიონები, სადაც არ ყოფილვართ. ნამდვილი სახალხო დღესასწაულის ტოლფასი კონცერტები ტარდება. დავიწყე უცხოელების უცხოელებსაც ელოდებით, ხო? როგორც ყოველ წელს. წელს ვინს შეხვდება მსმენელი საინტერესოა და ვის მოსმენს? რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის რაღაც აქცენტს უცხოელებზე ვაკეთებთ, მაგრამ არ შემიძლია არ დავიწყო იქედან, რითაც იწყება ფესტივალი. რითაც იხსნება ფესტივალი 16 აპრილს, დიახ, ხვალ გაიხსნება ფესტივალი კონსერვატორიის დიდ დარბაზში, საღამოს 7 საათზე. და ფესტივალს გახსნის გამოჩენილი ქართველი მომღერალი, ნამდვილად ვარსკვლავი და ნამდვილად აღსანიშნავი იმით, რომ ეხლა უცხოეთში ძალიან პოპულარული და არანაკლებ ნებისმიერ სხვა უცხოელზე, ქალბატონი ნინო მაჩაიძე. მას ექნება სოლო კონცერტი. სხვადასხვა პირველად ტარდება ეს მისი სოლო კონცერტი თბილისში და ეს მიუძღვნა მან სწორედ ფესტივალს აღდგომიდან ამაღლებამდე. ამავე დროს ეს კონცერტი არის დიახ საქველმოქმედო თვითონ ქალბატონი ნინოს სურვილით და ამ ფესტივალის შემოსული თანხა გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში, რომელიც ეხმარება ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებს. მინდა აღნიშნო, რომ კონცერტში მონაწილეობას იღებს ასევე უცხოეთში მოღვაწე ძალიან წარმატებული მომღერალი შალვა მუქერია, ტენორი და ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი დავით კუნწივრაშვილის ხელმძღვანელობით. რაც შეეხება უკვე დანარჩენ დღეებს, საინტერესოა როგორ გრძელდება ფესტივალი. ნამდვილად უცხოელები ძალიან ბევრი არიან წელს. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ წლევანდელი ფესტივალი რაღაც საიუბილეოა, არა მარტო თავის იუბილეს აღნიშნავს, ასევე ჩვენ გვყავს იუბილარი სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე კოლსატიას უსრულდება 50 წელი და ის შემოგთავაზებს საღამოს, საფორტეპიანო საღამოს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ასევე მასთან ერთად ამერიკაში მოღვაწე არაჩვეულებრივი პიანისტი
სერგეი ბაბაიანი და ჩვენი თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის სიმფონიეტა, მაგრამ ეს კონცერტი გაიმართება მაისში. და მანამდე, აი მაისში, ხო. და მანამდე ჩვენ გვაქვს კონცერტები აპრილში თბილისში და მინდა ესეც აღნიშნო, აქ იქნება საიუბილეო კონცერტი, ასევე 3 იუბილარი კომპოზიტორი გვყავს ქართველი. ეს გახდა იუბილეებით დატვირთულია, მოკლედ აპრილი როგორც გაიგო. იმიტომ შევეხე ეს გახდა ელიზაბა ლონდარიძე, ოთარ ტატიშვილი და გიორგი შავერზაშვილი, მათი საღამო გაიმართება 19-ში რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე და ასევე იცით რომ ფესტივალში დიდი ყურადღება ექცევა არა მარტო კლასიკურ მუსიკას, არამედ სასულიერო და ხალხურ შემოქმედებას და ეს სწორედ დღეს წარმოდგენილი ანჩისხატის ტაძრის ვაშთა გუნდი გამართავს კონცერტს რუსთაველის მცირე დარბაზში. პირველ განყოფილებაში და მეორე განყოფილებაში იქნება ძალიან საინტერესო კოლექტივი. უკვე ცნობილია, მე მგონი იცის საზოგადოებამ, ეს გახლავთ ეთნო ჯაზ ბენდი დავით მალაზონიას ხელმძღვანელობით ირიაო. ახალ თაობასაც ვაქცევთ ყურადღებას და რა თქმა უნდა სკრაბინის კონცერტზე მინდა რომ ქალბატონმა ირინა. ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი დასვა სამხატვრო ხელმძღვანელობა ბატონმა ალექსანდრე კურსანტიამ, ის ყოველთვის გამოირჩევა ესეთი კრეატიული იდეებით და წელსაც ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. კერძოდ წელს არის საიუბილეო თარიღი ცნობილი რუსი კომპოზიტორის ალექსანდრე სკრაბინის გარდაცვალებიდან. და მეკითხა რომ გარდა იუბილეებისა კიდევ დიახდა ბატონი საშას გადაწყვეტილებით, ალექსანდრე კურსანტიას გადაწყვეტილებით უნიკალური პროექტი ხორციელდება 2 დღის მანძილზე შესრულდება ალექსანდრე სკრაბინის თითქმის მთელი საფორტეპიანო შემოქმედება. და წარმოიდგინეთ რომ ველოდებით უზარმაზარ დელეგაციას, ეს არის რამ 2 ათეული მუსიკოსი, რომელიც ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 19 მუსიკოსი. თქვენ იცით რომ ბატონი ალექსანდრე კურსანტია გახლავთ ნიუ ინგლენდ კონსერვატორიის ახალი ინგლისური კონსერვატორია, ძალიან ცნობილი კონსერვატორია ბოსტონში, სადაც ის პროფესორი გახლავთ და ჩამოყავს არა მარტო ახლანდელი სტუდენტები, არამედ კურსდამთავრებულები, ძალიან ცნობილი მუსიკოსები, პიანისტები და 2 დღის მანძილზე წარმოიდგინეთ შესრულდება სკრაბინის მთელი საფორტეპიანო მუსიკა და ეს იქნება მარათონი. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი მოიზიდავს არა მარტო პროფესიონალურ მუსიკოსებს საქართველოში, არამედ მოყვარულებსაც, იმიტომ რომ შესრულდება გენიალური მუსიკა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საუკეთესო საერთაშორისო პროექტის სტატუსი მიენიჭა ხო ფესტივალს და ეს მნიშვნელოვანია ნამდვილად. და ერთი ვარსკვლავი გამოგჩა, ეს არის ხენციმბალისტა, რომელიც არის პერკუციონისტი და 40 სარტყამ ინსტრუმენტზე უკრავს, ფანტასტიკური კონცერტიელის დირიჟორი კიდე. პარალელურად არის დირიჟორი და კომპოზიტორი. ნუ აი ეს არის დატვირთულია მოკლედ ძალიან ხო წლევანდელი ფესტივალი. თან ყველა მიმართულებით სხვადასხვა მუსიკალური გემოვნების ადამიანისთვის გახსნა ვახსენეთ რომ 16 აპრილს ხვალ იხსნება ვინც ხნის და ასე შემდეგ და საინტერესო რითი დაიხურება და ისევ ბათუმში სავარაუდოდ ბათუმში და ამაღლების დღესასწაულზე 21-ში დაიხურება ბათუმში და იქ მონაწილეობას მიიღებს ქართველი მევიოლინე, რომელიც ასევე უცხოეთში მოღვაწეობს, გია იაშვილი, ჩვენი ქართველი პიანისტი, ძალიან წარმატებული თათა ლიჩელი და ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას ხელმძღვანელობით. ნუ ბათუმელები ელოდებიან ამ კონცერტს. და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ ბათუმს ყოველთვის განსაკუთრებული მასპინძლობისთვის და კულტურის სამინისტროს რა თქმა უნდა. უნდა კითხოთ ერთი შეკითხვა მაქვს კიდე. ის მიზანი რაც იყო, რომ ეს მუსიკა იყოს უფრო მოსმენადი, უფრო ბევრი ადამიანი უსმენდეს მას სიამოვნებით და მათ შორის ბევრი ახალგაზრდა. ამ 10 წლის შემდეგ ალბათ რაღაც შეჯამების შესაძლებლობა უკვე არის, ხო, გასული გამოცდილებიდან. რამდენად მიღწეულია, ვთქვათ, ეს მიზანი, რომ ბევრია დაინტერესებული. მიღწეულია ნამდვილად მე როგორც PR კამპანიის წარმომადგენელი, ასე ვთქვათ, ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, ვისთვისაც არ იყო ახლობელი საოპერო ხელოვნება და არ იყო კლასიკური ხელოვნება, ის სულ სხვა პლასში აღიქვამს ახლა ამ მუსიკას. მე მაინც ვიტყვი, რომ ქართული საზოგადოება არის ძალიან გემოვნებიანი საზოგადოება და თავარია, რომ მედია საშუალებებმა მას მიაწოდონ გემოვნებიანი მუსიკა, ნამდვილი ხელოვნება და ისინი ყოველთვის გააკეთებენ სწორ არჩევანს. მაგალითად, მე სულ რაღაც 2 წელია რაც ჩართული ვარ ამ ფესტივალის PR კამპანიაში, ქალბატონები უკვე 10 წელია, ეხლა ისინი მუსიკოსები არიან, პროფესიონალები არიან, მაგრამ მე როგორც ჟურნალისტი გავხდი საოპერო ხელოვნების თაყვანისმცემელი. ისეთი ენერგეტიკა მოდის, ისეთი ემოცია, აი სულ სხვა, სულ სხვა გალაქტიკაში გადიხარ, მინდა გითხრათ რა.
მართლა ესეთი ძალიან რაღაცის დამატება მინდოდა დავემატებინა, რომ ახალგაზრდების დაინტერესება იმითაც არის განპირობებული, რომ მათი თანატოლებიც იღებენ ხოლმე მონაწილეობას ამ ფესტივალში და ახლა შორის ამ სკრიაბინის მარათონში, აი სკრიაბინის მუსიკისადმი მიძღვნილ მარათონში გამოჩენილ და უკვე დამსახურებულ და ცნობილ პიანისტებთან ერთად მონაწილეობენ ახალგაზრდები, აი სრულიად ახალგაზრდები და ერთ-ერთს დავასახებ თქვენ ხრიკული იცით და აი ჩამოსულებიც სტუდენტები ქალბატონმა აღნიშნა და ესეც განაპირობებს, იმიტომ რომ თავის თანატოლების მოსმენა კიდევ უფრო აინტერესებს. საინტერესოა, რა თქმა უნდა. ერთი ძალიან მცირე დეტალი თუ არის საშუალება ამის. რა შესაძლოა თქვენ ძალიან საინტერესო შეკითხვა დასვით, ანუ შედეგებზე ამ 10 წლის მანძილზე და აუცილებლად მინდა თქვა იმის თაობაზე, რომ იცით, ჯერთ ის რომ ანშლაგია. ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ მივახციეთ მთავარ მიზანს, ანუ დაინტერესებას. და გარდა ამისა, მთელი 10 წლის მანძილზე თუ კი ბილეთი გაყიდულა ჩვენთან, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედებას მოხმარებია. ანუ ის რომ ჩვენ უბრალოდ ვიწვევთ და ახალგაზრდები ამაში თანხას არ იხდიან, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ფესტივალის ერთ-ერთი კიდე მახასიათებელი გახლავთ საგანმანათლებლო მომენტი აუცილებლად. აი წელსაც თათია მახსენა, რომ ხენციმბალისტა ჩამოდის, რომელიც გარდა კონცერტისა ატარებს მასტერკლასს. ეს ყოველწლიურად ხდება. აი ესეც უწმინდესის განსაკუთრებული დამსახურება და ჩვენ დამითხოვნა, რომ ჩვენი ფესტივალი იყოს საგანმანათლებლო მიმართულების და ამასაც მე მგონი ვახერხებთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ არაჩვეულებრივ საჩუქარს უკეთებთ ყოველ წელს მოსულ მსმენელს და ესეთ მიზნებს ემსახურებით. თან ნუ არაჩვეულებრივია, როცა სიამოვნებას იღებ და თან ხდები ქველმოქმედების მონაწილე. ჩვენ სიმღერით დავემშვიდობებით ჩვენ მაყურებელს, ბედნიერ წარმატებულ დღეს გისურვებთ. უკვე მოგეწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია, მე ვფიქრობ და ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. Say